შეიარაღებული ფორმირების ორგანიზებაში ირაკლი ოქრუაშვილსა და კიდევ 7 პირს ბრალი მოეხსნათ. საქალაქო სასამართლომ ამის შესახებ შუამდგომლობით ბრალდების მხარე მიმართა. თავდაცვის ყოფილი მინისტრის წინააღმდეგ აღძრულია კიდევ ერთი საქმე, რომლის განხილვაც გადაიდო. დეტალებით საქალაქო სასამართლოდან პირდაპირ ეთერში ნუცა აბაშიძე ისაუბრებს. თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ირაკლი ოქრუაშვილის ორი პროცესი გაიმართა. აქედან ერთზე შეიარაღებული ფორმირების შექმნა მეთაურობაზე ირაკლი ოქრუაშვილს და მასთან ერთად ბრალდებულ 7 პირს პროკურატურამ ბრალდება მოუხსნა. პროკურატურის შუამდგომლობას წინ უძღოდა ირაკლი ოქრუაშვილის დაკითხვა, სადაც მან დეტალურად აღწერა 2011 წლის მაისში მისი საქართველოში შემოსვლის გეგმა. ოქრუაშვილმა ასევე ისაუბრა შეიარაღებული ფორმირების შექმნაზე, როგორც მან განაცხადა, თუ ის მართლაც გადაწყვეტდა შეიარაღებული ფორმირების შექმნას, მას არ გაუჭირდებოდა რამდენიმე გენერლის და სამხედრო პირის გადაბირება და ასევე ხარისხიანი ტყვია-წამლის მოპოვება. პროკურატურამ როგორც განმარტა, მან ხელმძღვანელია იმიტომ, რომ არავითარ მტკიცებულება საქმეში აღნიშნული ბრალის მტკიცებელი არ იყო, რაც ძალიან მისასალმებელია ჩვენი მხრიდან, რა თქმა უნდა, დაცვა და ეთანხმა და აღნიშნული ბრალი ირაკლი ოქრუაშვილს მოეხსნა ცისხლსამართლის საქმის წარმოებას შეწყდა. დღესვე თბილისის საქალაქო სასამართლოში ირაკლი ოქრუაშვილის მეორე პროცესი გაიმართა, რომელიც მის მიერ უხარისხო ვაზნების შესყიდვას გულისხმობს. ამ პროცესზეც დაიკითხა ირაკლი ოქრუაშვილი მოწმის სტატუსით. პროცესი გადაიდო 24 იანვრისთვის. მეორე საქმეს, ამ საქმეზე 24-ში დაინიშნა სხდომა, სადაც მოხდება მტკიცებულებათა გამოკვლევა და ალბათ კამათიც დარჩა ერთი. ამ საქმეზეც დაიკითხა უკვე ირაკლი ოქრუაშვილი და ალბათ 24-ში ჩვენი მოლოდინი ისევ არის ის, რომ აქაც ისე სიტუაცია, რომ მტკიცებულებები არ არის და პროკურატურა მოხსნის ბრალს, თუ არა და ჩვენ ასევე გამომართებელ განაჩენს. თავდაცვის ყოფილი მინისტრის დაკითხვებთან დაკავშირებით და მის დაბრუნებასთან დაკავშირებით უფრო დეტალურად თქვენ ახალკაცის მატრიცაში შეიტყობთ. ახალკაცის მატრიცაში ირაკლი ოქრუაშვილი პირველ ექსკლუზიურ ინტერვიუს მისცემს გოგი ახალკაცს. გადაცემა ზუსტად 7 საათზე დაიწყება. მადლობა, ეს ნუცა აბაშიძე იყო.